ბევრი სახელოვანი მთამსვლელი ჰყავდა, მაგრამ ევერესტზე პირველად გია თორთლაძე ავიდა. სამშობლოში დაბრუნებულ თორთლაძეს აღტაცებასთან ერთად შურიანი წამოძახილებიც დახვდა. მას პრესით გაუხსელეს ინფორმაცია, რომ თითქოს იგი საერთოდ არასულა ევერესტზე და უბრალოდ იცრუა. სხვა მის ადგილას გულს გაიტეხდა. თორთლაძე კი სამ თვეში უკან მიბრუნდა და ხელახლა დაიპყრო მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი. თითქმის ერთი წელი დასჭირდა კობა დავითაშვილს, რათა სასამართლოებში გამარჯვებით დაესრულებინა საპენსიო დავალიანებების გასტუმრების საქმე, მაგრამ სიხარულინა ადრევე აღმოჩნდა. მთავრობამ უარი თქვა შეესრულებინა კანონი და გადაეხადა პენსიონერებისთვის კუთვნილი თანხა. მაშინ კობა დავითაშვილმა, კაკო ბობოხიძემ, ზვიად ძიძიგურმა, გოჩა ჯოჯუამ და ლადო ჭიპაშვილმა პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს შენობაში გამოაცხადეს შიმშილობა. თავიდან ეს შიმშილობა მთავრობას სასაცილოდ არ ყოფნიდა. 2 კვირის თავზე შევარდნაძე მიხვდა, რომ ეს ადამიანები არ ხუმრობდნენ და ბოლომდე აპირებდნენ წასვლას. მაშინ იგი იძულებული გახდა გაესტუმრებინა საპენსიო დავალიანებები ქუთაისში, სამტრედიაში, საგარეჯოში და აეღო ყველა დავალიანებების გასტუმრების ვალდებულება მთელს საქართველოში. ამ ადამიანებს აერთიანებთ ის, რომ მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და გულგატეხილობა და კიდევ ის, რომ ისინი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. დღეს მათ როგორც არასდროს სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა.